მკვდრეთით აღდგომილმან, ქრისტემან, ჭეშმარიტმან, ღმერთმან, ჩვენმან, მეოხებით აყოლად უხრწნელისა დედოფლისა ჩვენი საღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსყოფელისა ჯვარისათა, მეოხებითა წმინდათა ზეცისა უხორცოთა ძალთა, წმინდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, ღირსთა და ღმერთ შემოსილთა მამათა ჩვენთა, წმინდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსისათა, წმინდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანასითა და წმინდათა მამამთავართა, მართალ მამათა, მღვდელმოწამე ელეფთერისა და დედისამისისა, მოწამე ანთიასი და მოწამე ყორივი ეპარხოსისა, ღირსისა პავლე ლატრელისა, მოწამე ელეფთერისა, ღირსისა პარდოს განდეგილისა, რომელთაც ახსენებას აღვასრულებ ჩვენ დღეს და ყოველთა წმინდათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვითარც სასახიერ ხარ და კაცთ მოყვარე. სახელითა მამისათა, დაძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. სანამ ჩვენს თავარ თემაზე ვილაპარაკებდეთ, ანუ დღევანდელ წაკითხულ სამოციქულოზე, რომელიც კოლასელთა მიმართ ეპისტოლე გახლავთ, იქამდე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ჩვენ ტრადიციულად 31-ში ღამით ვასრულებთ ხოლმე ღვთისმსახურებას, წირავთ და რაღაცნაირად გადავწყვიტე წელს პასუხი გავცე ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებს, რატომ წირავ 31-ში ღამით. ეს ხომ საერო დღესასწაული არისო და შენ რატო ატარებ ამ წირვასო? მე აგიხსნით რატომ ვატარებ ამ წირვას და მე დავიწყებ ლაპარაკს. ორიოდე სიტყვით. ძალიან მარტივი რამ არის. ეს არის საერო დღესასწაული, ახალი წელი, აღნიშნავს ამას ჩვენი ერი, მინდა გითხრათ, მაგრამ ჩვენი ერის მდგომარეობა დღეს ასეთია, რომ ახალი წლის აღნიშვნა ყველას ერთნაირად რომ შეეძლოს, მაშინ შეიძლებოდა მეც არ მეფიქრა ამ მსახურებაზე, მაგრამ არ შეუძლია ყველას ერთნაირად. ვიღაცას არ აქვს საშუალება რომ სახლში სუფრა გაშალოს, ვიღაცას საერთოდ არ აქვს საშუალება სუფრა კი არა საზოგადოებასთან ურთიერთობა კონდეს, იმიტომ რომ ციხეშია, კანონიერად თუ უკანონოდ, ვიღაცას აქვს პრობლემა და წევს საავადმყოფოში და ამიტომ ექიმიც კი შეიძლება ვერ ყავდეს თავდგმურად იმ დროს, ვიღაცას კიდევ სხვა პრობლემა აქვს, რომ საერთოდ შეიძლება არ ეახალწლებოდეს, არ კონდეს საამისო განწყობა. ამიტომაც მე ასე ვიფიქრე ჩემთვის, რომ რადგანაც ასეთი ადამიანები მეგულება არაერთი, მე მათ თანავუგრძნობ მხოლოდ და მხოლოდ იმით, როგორ შემიძლია ყველას მივწვდე, ყველასთან მივიდე ციხეში შევხვდე მათთან ახალ წელს, ავადმყოფებთან, თქვა საავადმყოფოში და ვიღაცა უხასიათოსთან ოჯახში, ამდენად მე რადგანაც არ შემიძლია რომ გავიჭრა, ის რაც გვაერთიანებს არის ევქარისტია, ლიტურგია და ამიტომ გადავწყვიტე რომ ყველა ამ ადამიანისთვის შევასრულო მსახურება, რომ ყველანი ერთად, ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად სად იმყოფება ციხეში, საავადმყოფოში, სახლში, განწყობის გარეშე თუ განწყობით შევასრულო მსახურება, სადაც ერთად ვიგრძნობთ თავს და მეც რაღაცნაირად სინდისის წინაშე მართალი ვიქნები, რომ ვიღაცას არ ქონდა საშუალება და მე ამ დროს სუფრას ვუჯექი, საახალწლო სუფრას, რაღაცნაირად შემაწუხებს ეს ფაქტი. ამიტომაც ეს ახსნა განმარტება მთხოვეს და ეს ახსნა განმარტება თქვენთვისაც იყოს და მათთვისაც, ვისაც აინტერესებდა ეს ამბავი. ასე რომ 31-ში საღამოს 10 საათზე დავიწყებთ ჩვენ მსახურებას და შევასრულებთ საღვთო ლიტურგიას. ეს იქნება 31 რო ღამდება და პირველი რო თენდება. ახლა რაც შეეხება კოლასელთა მიმართ ეპისტოლეს, რომელიც იქნა წაკითხული დღევანდელ მსახურებაზე, ეს გახლავთ კოლასელთა მიმართ ეპისტოლეს მესამე თავი. მართალი არის, რომ მეოთხე მუხლიდან მე-11-ეს ჩათვლით იკითხებოდა, მაგრამ მე პირველივე მუხლიდან გიკითხავთ, მესამე თავის პირველივე მუხლიდან. ამგვარად თუ თქვენ აღმდგარი ხართ ქრისტესთან ერთად,
ეძიეთ რაც მაღლა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ, იფიქრეთ იმაზე რაც არის მაღლა და არა მიწიერზე. უნდა დავიწყოთ ფიქრი მაღლაზე და არა მიწიერზე. მაღლა სიტყვას, როდესაც გაიგონებთ, სივრცე არ იგულისხმება ამაში. მაღლა, დაბლა, სივრცეს არ გულისხმობს ამაში მოციქული, არამედ გულისხმობს ჩვენი გულების და გონების ამაღლებას, ფიქრით ამაღლებას გულისხმობს ყოველგვარ მიწიერზე, იმიტომ რომ ჩვენ თუ ახლა დავიწყებთ მაღლაზე ფიქრს, რომ სადღაცას ღრუბლებში ვიყურებოდეთ, იცით რა, დედამიწა ისე არის მოწყობილი, რომ ადამიანი, რომელიც ახლა აქ დგას და მაღლა იყურება და რომელიც შეიძლება სამხრეთის პოლუსზე იდგეს და იქ მაღლა იყურება, სხვადასხვა მიმართულებით იყურებია. ბუნებრივი ამ სივრცეზე არ არის ლაპარაკი, არამედ საღვთო განგებულებაზე. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რაც უნდა გითხრათ, რომ ეძიეთ რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ, ამ სიტყვას ამიტომაც გადავწყვიტე, რომ პირველი მუხლიდან წამეკითხა, ჩვენ ძალიან ხშირად ხვდებით ახალი აღთქმის წიგნებში. ხშირად როგორ დაახლოებით 10 ჯერ მაინც არის ნახსენები, რომ ქრისტე მარჯვენით მამისა, ქრისტე მარჯვენით მამისა. ეს შეიძლება დღევანდელ დღეს ახლა ჩვენთვის კი გამოხატავდეს, რომ მარჯვენით დაჯდომა ძალიან საპატიო ადგილია და ამიტომაც ესე ვთვლიდეთ, რომ ქრისტე მარჯვენით რომ დაჯდა რაღაცა, სინამდვილეში ებრაელებისთვის ამას აბსოლუტურად სხვა გაგება აქვს და მე მინდა იცოდეთ ამ გაგების შესახებ, რაზე ლაპარაკობს, რატომ ამახვილებს ამაზე სახარება, არაერთგზის ყურადღებას, მერე პავლე მოციქული და მრწამშიც ხომ ასე გვაქვს, რომ ამაღლდა ზეცა და დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, იმიტომ რომ მაშინდელი საზოგადოება, ებრაულ საზოგადოებას, მორწმუნე საზოგადოებას გულისხმობ, ისინი ღმერთს განიხილავდნენ როგორც მსაჯულს. რატომ? იმიტომ რომ სიტყვა ელოჰიმ, რომლითაც ისინი ღმერთს გამოხატავენ, ეს არის პირდაპირ რომ ვთარგმნოთ მსაჯულები მრავლობითში. ელოჰიმ არის მსაჯულები და თუ მსაჯულებს გამოხატავდნენ, როგორც საერო სამსახურში მსაჯულები განიხილავდნენ ამა თუ იმ ადამიანის რაღაცა დანაშაულებებს, სწორედ ესე წარმოედგინათ იქ განსჯაც. და ამ საერო სასამართლოში ისინი მათ ასეთი წესი ჰქონდათ, რომ ქალაქის კარიბჭესთან ხდებოდა მინიმუმ 10 კაცი უნდა ყოფილიყო, რომელსაც მსაჯულობის უფლება ჰქონდა, ესენი მართალი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ თავიანთ იმ საზოგადოებაში, ყველას უნდა სცოდნოდა ეს მათი სიმართლე და სხვათა შორის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. ყველას ცოლშვილი უნდა ყოლოდა. ცოლშვილი თუ არ ყავდა, მსაჯულობის უფლება არ ჰქონდა, იმიტომ რომ ცოლშვილიანი კაცი ცოტა სხვანაირად განიხილავს საკითხებს, ვიდრე უცოლშვილო ადამიანი. ეს კიდე ცალკე საკითხია, ეხა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ნახეთ რა ხდებოდა, ამ მსაჯულის მარჯვნივ ყოველთვის ჯდებოდა ის, ვინც იცავდა ბრალდებულს და მარცხნივ ჯდებოდა ის, ვინც ადანაშაულებდა ბრალდებულს. აი დღევანდელი სასამართლო როცა წარმოიდგინოთ, მოსამართლის მარჯვნივ რომ იჯდეს ადვოკატი და მარცხნივ რომ იჯდეს მბრალდებელი, ანუ პროკურორი. ამ შემთხვევაში დღევანდელ დღეს როგორც წარმოგიდგენიათ, ესეთი წარმოდგენა ჰქონდათ მაშინდელ ებრაულ საზოგადოებას და ნამდვილად სწორი წარმოდგენა ჰქონდათ, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ღმერთი თუ მსაჯული იყო, იესო ქრისტე მათი მცველი იყო. დამცველად მოგვევლინა იესო ქრისტე, იმიტომ რომ ღმერთი რომელიც მსაჯულია, თუ კი ამას ასე შევხედავთ ჩვენ, ის ვის უსმენს ახლა დასაცავს სიტყვაში ვის უსმენს, იცით, თავის ძეს უსმენს, რომელიც იცავს კაცობრიობას და ადამიანებს და იცავს არა ისე რაღაც მოგონილი სიტყვებით და ლამაზ-ლამაზი მოფერებითი სიტყვებით, რომ არა ეკაც და არა, თავისი ჭრილობებიდან გამომდინარე, რომ სისხლი აქვს დაღვრილი ამ ადამიანებისთვის, თითოეული ადამიანისთვის, თითოეული კაცისთვის სისხლია დათხეული, ესეთი მსხვერპლია გაღებული და მამა ღმერთი ყველა ადამიანს ასე უყურებს, როგორც ქრისტე იცავს აი ამ ჭრილობებიდან გამომდინარე, რომ ამ ჭრილობებმა გაგვამართლა თითოეული ჩვენგანი, გაგვამართლა, იმიტომ რომ ცოდვა, რომელიც შენ ჩაიდინე, ქრისტე ამბობს, რომ ეს მიტევებული აქვს მას, იმიტომ რომ მე დავღვარე სისხლი ამ ცოდვისთვის. ამას აღარ მოკითხოთ. ამ ადამიანს აღარაფერი აღარ მოკითხოთ, იმიტომ რომ მე სისხლი უკვე დავღვარე.
ამიტომაც მსხვერპლი გაღებულია, იმ ცოდვის მსხვერპლი გაღებულია, რომელიც შენ ჩაიდინე და ჩადენილი გაქვს. ამიტომაც ეს რომ მარჯვენით ღვთისა აი ესე ხაზგასმით წერია, ძალიან ხშირად ჩვენ ამბავს უნდა გვახსენებდეს და არა მხოლოდ იმას, რომ რაღაცა მაღლა იყურებოდეთ, ღრუბლებში ყურებას არ ნიშნავს და მარჯვენი ჯდომაც არ ნიშნავს ამ ღრუბლებზე ჯდომას, რომლითაც ჩვენ გვიხარია, რომ უფალი ამაღლდა. უფალს ამაღლება არ ჭირდებოდა. ეს ადამიანური ბუნება ამაღლა, მან და ამ ადამიანური ბუნებით ჩვენს გამართლებას ეძიებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საცოდნელი საკითხია, იმიტომ რომ სხვაგვარად მადლიერება შეიძლება ვერ გაგიჩნდეს ადამიანს, მაგრამ როგორც კი იწყებ ამის გაცნობიერებას, რომ ქრისტე ამ სასამართლოზე ამბობს, რომ ამ ცოდვებისთვის მე უკვე სისხლი მაქვს დათხეული, შენ სულ მინიმუმ უნდა შეგრცხვეს, რომ ახალი ცოდვები აღარ ჩაიდინო. ხო მართალია? ასეა. და როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, ჩვენი სიცოცხლე უნდა იყოს სინამდვილეში. როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენს გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებაში, ეს უკვე მეორედ მოსვლის შესახებ არის საუბარი და ამის შემდგომ იწყება შეგონება. მას მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები. ეხლა მიწიერ ასოებში ვინ ჩათვლის ჩვენს სხეულებრივ ასოებს, რა თქმა უნდა შეცდომაშია, იმიტომ რომ თუ ჩვენი ასოები არიან დამნაშავე ხელი, თვალი და ყური და ასე შემდგომ, მაშინ ჩვენ შეიძლება შემოქმედი დავადანაშაულოთ საერთოდ და ვთქვათ, რომ როგორ ეხა იმან შექმნა ასეთი ხელი, რომელიც ცოდვას მაიძულებს, ან თვალი, რომელიც ცოდვას მაიძულებს. აი რომელ ასოებზეა ლაპარაკი, ნახეთ, მას მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები, სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერძსახურებაა. ეხლა უნდა განვმარტოთ ესენიც ალბათ, იმიტომ რომ ხშირად არ ესმით ადამიანებს. სიძვა გახლავთ ნებისმიერი სექსუალური მოქმედება, რომელიც ქორწინების მიღმაა. ქორწინებამდე თუ ქორწინების მერე არა აქვს მნიშვნელობა. ქორწინების მიღმა გულისხმობ ქორწინების გარეშე რაც აღესრულება. უწმინდურება გახლავთ ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ სხეულს, იგივე სიძვით ან ნებისმიერი სხვა რაღაცა დარღვევით, რომელ დარღვევასაც ის შეიძლება ჩადიოდეს სხეულებრივად. მათ შორის შეიძლება უნებლიეს ვეძახით, ჩვენ მაგალითად დაცემას ვეძახით ძილში, შეიძლება ადამიანმა ნახოს ისეთი სიზმარი, რასაც ჩვენ სპეციალურ კანონს ვადებთ და ამ კანონის მიხედვით, ესე იგი ადამიანმა უნდა წაიკითხოს რაღაც ლოცვები, აღსარებაში უნდა თქვას და მღვდელმა შენდობის რატომ შეიძლება ვინმე მიკითხოს? ის ხომ სიზმარში დაემართა, ის ხო თანამონაწილე არ იყო. სინამდვილეში ეს ხორცს არ დამართნია. ეს შენ სულს დაემართა და რითიც კვებავდი იმ შენ სულს, ის ღამე აისახა შენზე. ხშირ შემთხვევაში ეს ამბავი ესეა. 100-დან 99 ასე ხდება ხოლმე ეს ამბავი. იშვიათია რომ მართლაც გამოცდა შეიძლება მოუწყოს ადამიანს ამ შემთხვევაში გამომცდელმა. უწმინდურება, ვნება გახლავთ ავადმყოფობა. რატო არ წერია ვთქვათ იქ სიძვის შემდგომ მერე უწმინდურება და მერე ვნება. ვნება გახლავთ ავადმყოფობა, რომელი ავადმყოფობითაც შეიძლება იყოს დაავადებული ადამიანი და რა არის ეს ავადმყოფობა, იცით? იგივე სიძვის ვნება, იგივე თრობის ვნება, იგივე თანამდებობის ვნება და ასეთი უამრავი შეიძლება ჩამოთვალოთ, რომ აი ესეთი ვნება შინაგანად ჭამს ადამიანს, რომ ეს საქმე თუ არ აღასრულა, აი გახურდება რაღაცნაირად მისი სხეული და ვერაფრით ვერ იკავებს თავს, რომ უარი არ თქვას აი ამ რაღაცა ამ მიდრეკილებაზე, ამ ავადმყოფურ მიდრეკილებაზე, რომელიც მისთვის საზიანოა. ბოროტი გულისთქმა და ანგარება, ბოროტი გულისთქმები, რომელიც შემოდის თითოეულ ადამიანში, არ არსებობს ესეთი ადამიანი, რომელსაც ბოროტი გულისთქმები არ მოძდიოდეს, მაგრამ ბრძოლა ამის წინააღმდეგ გახლავთ სწორედ შენი ადამიანობა და ბრძოლა ამის წინააღმდეგ გახლავთ შენი ქრისტიანული გამოხატულება. თორე შემოსვლით ყველაში შემოდის. რა სიწმინდესაც არ უნდა იყოს მიღწეული კი არა, პირიქით, რაც უფრო დიდ სიწმინდეს აღწევს, უფრო და უფრო მეტია ეს ბრძოლა გულისთქმებისა. და ანგარება და იქვე წერია, რაც არის კერძსახურება. გახსოვთ ჩვენ ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს, როდესაც კითხულობდით, იქაც იგივე ტექსტი იყო ზუსტად. ანგარება არის კერძსახურება. რატომ? ანგარება, სიხარბე ერთი და იგივე იმით კონტექსტში იყო განხილული. არის კერძმსახურება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც გადაგებულია მხოლოდ ამ ქვეყნიაური მატერიალური შეგროვებაზე,
ეს ჩვეულებრივი კერპსახურება. კერპსახურება თუ ვინმე წარმოუდგენია, რომ რაღაც აღმართული სვეტი უნდა იყოს, სადაც მივა და თაყვანს არა. ეს აღმართულ სვეტზე უფრო ძლიერი ფესვები აქვს კერპსახურებას ჩვენში, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ სიმდიდრით შესაძლებელია, რაღაცის მოხვეჭით შესაძლებელია თავის გადარჩენა და ამის ფასად ყველაფერზე მიდის. არა აქვს მნიშვნელობა მისთვის რა მეთოდით გამოიმუშავებს ფულს. ის რომ თქვა თავისი ხელფასით არ კმაყოფილდება ადამიანი და სახელმწიფო ბიუჯეტს მოპარავს თუ იქ მოხუცთა თავშესაფარს, ბავშვთა სახლს თუ პენსიონერებს თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვეულებრივ მშრომელ ხალხს? არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთ ადამიანს ხარბი კი არ ქვია. იგივეო წერია პავლე მოციქული, ეს არის კერპსახური, კერპების მსახურია. რომელთა გამოც ღმერთის რისხვა მოდის ურჩობის შვილებზე. აღარ უნდა ამას მე მგონი განმარტებ. რომელთა შორის თქვენც დადიოდით, როცა მათ შორის ცხოვრობდით. ანუ სანამ შეიცვლებოდა თქვენი ცხოვრება ქრისტეს მიღებამდე, თქვენც ასეთივე ცხოვრებით ცხოვრობდით. ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს და ნახეთ კვლავ ჩამონათვალს აკეთებს. რისხვა, ძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენს ბაგეთა ბილწსიტყვაობა. კვლავ უნდა განმარტოთ ეს სიტყვები რა. რისხვა და ძვინვარება, ამის შესახებ დაბადების წიგნში ჩავინიშნე და უნდა წაგიკითხოთ, რას ამბობს იაკობ მამამთავარი, დღეს სხვათა შორის მამამთავართა ხსენებაა და გილოცავთ, რას ამბობს, რა არის რისხვა და აქ მეორე როგორ ეწერა, ძვინვარება. წყეულიც იყოს რისხვა, 59 თავია, მე-7 მუხლი. როდესაც ის თავის შვილებს ლოცავს, ლევის და სიმონის შესახებ ამბობს ასეთ რამეს, რომ მათ მოკლედ მკვლელობა ჩაიდინეს და ასეთ რამეს ამბობს. წყეულიც იყოს მათი რისხვა, რადგან დაუნდობელია და მათი წყრომა, რადგან სასტიკია. რისხვა გახლავთ ბუნებრივი თვისება ადამიანისა, რომელიც ღმერთმა მასში ჩადო. ადამიანურია ეს თვისება. მაგრამ სისასტიკე არ არის ადამიანური. სისასტიკე ცხოველურია. და ადამიანი, რომელიც რაღაც ამ ორ განზომილებას შორის, ანგელოზთა და კაცთა შორის მყოფი, აი შეხეთ მისი რისხვა შეიძლება სისასტიკედ გადაიქცეს. რისხვა არის ჩვენში ჩადებული, რომ რისხანება გქონდეს ყველაფერი ცუდის მიმართ, ცოდვის მიმართ და არა საზოგადოების და ხალხის მიმართ, რაც ხშირად ჩვენ საზოგადოებაში ესეა პირდაპირ, რომ ადამიანები მრისხანებენ ერთმანეთზე. ასე რომ არ ყოფილიყო ფსალმუნი არ იტყოდა. ნახეთ რას ამბობს მე-4 ფსალმუნი. განრისხდებოდეთ და ნუსწოდავთ. ესე იგი მრისხანება თურმე ქონია რაღაცა თავისი საზღვარი, რომ შენ შეიძლება განრისხდე კიდეც, მაგრამ ნუსწოდავთ და იქვე გრძელდება. რა ითქვათ გულთაშინა თქვენთა სარეცელთა თქვენთაზე და შეინანეთ, იმიტომ რომ ამ რისხანებაში თუ გადააჭარბებ, მაშინვე უნდა გქონდეს ეს, რომ დაწვევი საწოლში შეიძლება ვერ მოასრო გაქცევა საახსარებოთ, მაგრამ იქვე უნდა გქონდეს ამისი სინანული, რომ შენ გადააჭარბე ამ რისხვას, იმიტომ რომ ძალიან დიდი საშიშროებაა რისხვა გაზაიზარდოს სისასტიკეში, რომელიც სისასტიკეც გახლავთ უკვე ცხოველის მოქმედება და არა ადამიანისა. ამის შემდგომ წერია ასეთი სიტყვა, ნახეთ. აი ამ ძვინვარების ბოროტება. ეს უნდა მოვიშოროთ კიდევ და რა არის ეს ბოროტება? აი ისმება კითხვა, რა არის ბოროტება და ვიღაცა იტყვის, აი ბოროტებაა, რომ ერთი ადამიანი გაუკეთებს მეორეს ბოროტს, აი ამოუთხარა, ესე იგი, ორმო რომ ჩავარდეს, არა, ჩემო ძვირფასებ. ეს რომ ბოროტება ისედაც ვიცით. ბოროტება იცით რა არის? შენდობა რომ არ შეგიძლია, ეს არის ბოროტება. ამიტომაც განეშორეთ ამას, როდესაც წერია და ჩამონათვალში აი ეს სისასტიკე, რისხვა, აი ეს ყველაფერი, ამ ჩამონათვალში წერია ბოროტება და არა ის ბოროტება, რომ შენ მართლა ესე იგი ვიღაცას ბომბი შეიძლება დაუდო ასაფეთქებლად. რაც არ სჭირდება ამას არავითარი ფორმულირება, რომ ბოროტებაა. ბოროტება არის შენდობის მიუცემლობა, ანუ სისასტიკეში რომ არის გადასული შენი ესე იგი ეს რისხვა, რომელიც შურის ძიებაში აღგზრავს და შენდობის უფლებას არ აძლევს საკუთარ თავს, არ უნდა შეუნდო და ეს გახლავთ აი ამ ბოროტების
გამოხატულება. გმობა გახლავთ ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც წარმოთქვამს ადამიანი და არ ეთანხმებოდეს საღვთო ჯულს. არ ეთანხმებოდეს იმ სწავლებას, რომელიც სწავლებითაც ჩვენ უნდა საზრდოობდეთ ყოველდღიურად და რატომ აქვე წერია მოგვიანებით. თქვენს ბაგეთა ბილდ სიტყვაობა, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესად და ჩვევად იქცა, ისე იგინება ადამიანი, ისე იფურთხება და ადამიანების მიმართ ისეთ რაღაცებს იტყვის, რომ საერთოდ არ აკონტროლებს საკუთარ ენას. და ეს ბილდ სიტყვაობა თუ არ მოიშორა ადამიანმა, პირდაპირ გეტყვით, რომ მას მაშინ არ აქვს კავშირი ამ სიცოცხლესთან, თქვენი ცხოვრება და თქვენი სიცოცხლე ქრისტე, როგორც აქ პავლე მოციქული წერს, ვერ შეიძენ მას. თუ ნახეთ, აი აქვე წერია, არა, უბრალოდ კიდევ წერია, რომ ნუ ეტყვით სიცრუეს ერთმანეთს, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი მისი საქმეებით. ანუ, როგორც კი ქრისტე გაიცანი, თუ ეს საქმეები, რაც მე ახლა ჩამოვთვალე, არ შემოიძარცვე ეს ყველაფერი, არ მოიშორე ეს ყველაფერი, მაშინ ქრისტესთან კავშირი აღარ გაქვს და როგორადაც არ უნდა ეცადოს მარჯვენით მჯდომმა შენი გამართლება, როგორც არ უნდა თქვას მან, რომ აი მე ამისთვის სისხლი მაქვს დაღვრილი, აზრი ეკარგება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ შენ არ აძლევ ამის საშუალებას, შენი ამ საქციელების გამო, რომელიც აქ არის ჩამოთვლილი, არ აძლევ მას იმის საშუალებას, რომ მან თქვას, რომ მართალია ეს კაცი, მე დავღვარე მის მაგივრად სისხლი. მაგრამ როგორ იტყვის იმაზე, ვინც ეს ბოროტება არ მოიშორა, ვინც ეს ბილდსიტყვაობა არ მოიშორა, ვინც ეს სიცრუე არ მოიშორა და ადამიანებში არ ხედავს ქრისტეს. ამიტომაც ასე გრძელდება ეს. შეიმოსეთ ახალი, რომელიც მუდმივად განახლდება სრული შემეცნებით თავისი შემოქმედის ხატის შესაბამისად. ახალი კაცის შემოსვა ნიშნავს ქრისტეს რომ გაიცნობ, ახალი კაცი უნდა გახდე. აი ეს ძველი ყველაფერი უნდა დატოვო და ახალი კაცი უნდა გახდე, რომ ყოველდღე განახლებადია შენი შემეცნება ქრისტეში, მის ჯულში. იქ აღარ არის აღარც ბერძენი, არც ებრაელი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში. აი ესეთი გახლავთ დღევანდელი ეპისტოლეს დასასრული, რაც გულისხმობს, პირდაპირ მნიშვნელობით გულისხმობს იმას, რომ თუ კი ეს ძველი არ მოიშორე და ახალი კაცი თუ არ გახდი, ისე ქრისტეს ვერ დაინახავ. და ქრისტეს დანახვა, იცით როგორ არის შესაძლებელი? მორწმუნეში კი არა, აქ ჩამონათვალში შეიძლება თანამედროვე სამყარო შეიძლება ასე უთხრათ, რომ მორწმუნეში კი არ უნდა ხედავდე მარტო ქრისტეს, სასულიერო პირში კი არ უნდა ხედავდე, ნებისმიერ ადამიანში, მისი ეროვნებისა, მისი სოციალური მდგომარეობისა, მისი კანის ფერისა, მისი თანამდებობისა, ფულიანობისა თუ უფულობისა, სქესისა და ასე შემდგომ რელიგიისა უნდა ხედავდე ქრისტეს მასში, ადამიანში და ამიტომ არ უნდა იყო მისთვის ბოროტი, რაც ნიშნავს, რომ შენდობა უნდა შეგეძლოს, არ უნდა უთხრა მას სიცრუე, იმიტომ რომ ძველი ადამიანი მაშინ არ გაგშორებია თუ სიცრუეს ამბობ და თუ ხედავ მასში ქრისტეს, მოექცევი ამ ადამიანს ისე, როგორც მოექცეოდი მართლაც რომ შეგხვედრო და ქრისტე შენგან შეყვარებული, რომლისგანაც ელი გამართლებას მართლმსაჯულის წინაშე ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთს.